ალბათ მიხვდით ეს რა არის. ეს არის ერთჯერადი თეფში, ბამბა და წყალი. გამამზადე ესეთი რამ. და ეხლა რას ვიზავ? ცალი ხელით ვერ ვიღებ ერთად რომ გავაკეთო და ესე გადავაბავ ვიდეოებს. ნახეთ, ეს არის ჩიას თესლი, ეს არის სელის თესლი. ეხლა მე ამ თესლებს ამაზე მოვაყრი და გაჩვენებთ როგორი იქნება, რა მდგომარეობა იქნება და დანარჩენს მე გეტყვით. აი შეხედეთ როგორ გამოიყურება. ესე იგი, აქეთ მხარეს დავდე სელის თესლი და ოდნავ აი ესე თითით, რომ დასველდეს კარგად, აი ესე მივყვები და ესე ვაკეთებთ, აი ესე. აი ეხლა დავაყრი ჩიას თესლს აქეთ მხარეს. აი უკვე მზად არის, შეხედეთ? აი ეს არის ჩია აქეთ მხარეს, აქეთ სელი. მაგრამ აი აქ დააკვირდით, ეს ჩია რაღაცა გაიქცა აქეთ. ჩამეყარა, ნეტა როგორ ამოვლენ ახლა ლაპარაკობენ ერთმანეთში. და საერთოდ რა არის იცით? აი ჩია არის ქალი და სელი არის კაცი. ესე მომინდა ჩემი ჩუსტები არ შემიჩნიოთ. პიჟამოეპიმაცია. ხო და აი ვნახოთ როგორ გაიზრდება. ამასაც რა თქმა უნდა, აი ესე ცოტა დავაჭერ, ესე რომ კარგად დასველდეს და დაველოდოთ, აბა რას იზავს. მე ვიცი რომ ეს უნდა ამოვიდეს და მე გაჩვენებთ და ძალიან საინტერესო იქნება. გაიხარეთ, გამრავლდით, აყვავდით, დოვლათით, ბარაკა და სიხარული თქვენ. აი, რით დაგვირგვინდა ჩემი ჩია და სელი. ხედავთ ხო? როგორ ესე მოვიტანო, აი, როგორ ამობიბინდა. ნახეთ. და როგორ გაიზარდა. ისე რა საინტერესოა, ნახეთ. ჩია და სელი. იყიდება, იყენებენ რაღაცაში, მე კიდე მივეცი სიცოცხლე, აი, ნახეთ, რა საინტერესოა და რა საყვარელია. აი ეს კიდე როზმარინია, დავაფესვიანებ და დავრგავ. აი ესე ერთობით ვიხალისებ გულს და ვცხოვრობ. აი ესე ვატარებ სიცოცხლეს. ჩია და სელი, აი როგორ დამთავრდა ეს ამბავი. ხო ნახეთ წინა ვიდეოებში, ეხლა ნახეთ ეს ყველაფერი ბამბაზია და უკვე უნდა გადავიტანო მიწაზე. და აი აქ უკვე ეს დედაჩემა გამომზადა და აი ეს აი შეხედეთ ესე აი ეს ვაიმე ია ნახეთ აი ნახეთ ია აი კიდე შეხედეთ ამას შეხედეთ აი ესე გადაწევთ და არის ახლა ეზოში ისეთი სურნელი დადგება ვერ წარმოიდგენთ და აი ეხლა ამას ეს უნდა მოვწყა აი ესე მოვწყავ და ეხლა ეს გაიხარებს და გაიზრდება დიდი ჩია და სელი და რას გავაკეთებ ამაზე მინიშნებას მოგცემთ აი ესე და აი ესე მინიშნება თეთა რა გემრიელია ხო იცანით რაც არის აი თეთა რა გემრიე და მესამე ხუბიც ბარემ სიცოცხლის ელექსირი ასე იყო ეს ზღაპარი